სინდისის პატიმრის ანტონ ჩეჩინის წერილი ციხიდან ის საქმის დეტალებზე საუბრობს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ჩეჩინის საქმეში პროკურორი შმაგი გობეჯიშვილი ფიგურირებს. სწორედ ის მონაწილეობდა გიორგი ახობაძის შეკერილ ბრალდებაშიც. მოსამართლე კი ჯვებენ აჭყებია, რომელმაც 4 წლითა და 6 თვით ციხეში გაუშვა სინდისის კიდევ ერთი პატიმარი ანდრე კვარაცხელია. მას აწერია ასევე სხვა პატიმრების საქმეები, საუბარია საბა სვიტარიძესა და ანატოლი გიგაურზე. ჩეჩინი ნარკოდანაშაულის ბრალდებითაა დაკავებული გადაწყვეტილება მოსამართლე უახლოეს მომავალში გამოაცხადებს. ნუცა ბახუტაშვილი მოგვიყვება უფრო მეტს ამ თემის შესახებ, ნუცა გისმენთ. დიახ, გიორგი, პირველ ყოვლისა გეტყვით იმას, რომ პროევროპული აქციების მიმდინარეობისას ნარკოდანაშაულის საკმაოდ მძიმე ბრალდებით ქართულმა ოცნებამ 6 დემონსტრანტი დააკავა, ამ 6-დან 1 გიორგი ახობაძე. უკვე თავისუფალი არის ის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა საქმეში არსებული არასაკმარისი მტკიცებულებების გამო გაამართლა, რაც შეეხება სხვა სინდისის პატიმრებს, თითქმის ყველა ბრალდებულის საქმე უკვე დასკვნით ეტაპზე არის, მათ შორის ერთ-ერთი არის ანტონ ჩეჩინი. ანტონ ჩეჩინი განაჩენის მოლოდინში არის, მოსამართლე ჯვებენ აჭყებიამ დიდი ალბათობით თვის ბოლომდე უნდა გამოაცხადოს საკუთარი გადაწყვეტილება ჩეჩინის საქმესთან მიმართებით, როგორც ამბობს ადვოკატი 3 სექტემბრამდე უნდა გამოცხადდეს გადაწყვეტილება, რადგან ეს არის ვადა, როდესაც გადის 9 თვიანი წინა საპატიმრო პერიოდი. შესაბამისად, ამ ვადის გადაცილების შემთხვევაში მოსამართლეს მოუწევს ჩეჩინის გათავისუფლებას ხდომათა დარბაზიდან, ამიტომ აგვისტოს ბოლოს ელოდებიან განაჩენს. საინტერესო არის საკმაოდ ანტონ ჩეჩინის საქმე, ამის შესახებ სინდისის პატიმარმა საპატიმროდან საკმაოდ ვრცელი წერილი გაავრცელა. ის დეტალურად საუბრობს მისი დაკავების ეპიზოდზე, ასევე იხსენებს წინა პერიოდს, როდესაც შეამჩნია ნოემბრის თვეში, რომ სამართალდამცველები მას უთვალთვალებდნენ და ცდილობდნენ მის დაშინებას ამ ფორმით. ეს დგინდება მათ შორის ვიდეო ჩანაწერებიდან, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ფორმულამ მოიპოვა. ამ ვიდეო ჩანაწერებში ასახული არის ანტონ ჩეჩინის დაკავების დღეს, რომ მიყვება მას გაურკვეველი დაუდგენელი პიროვნება, როდესაც სახლიდან გამოდის. ადვოკატის შეფასებით ეს ეჭვებს აჩენს სამართალდამცველების მხრიდან უკანონო მოქმედებებში. ანტონ ჩეჩინი საუბრობს, რომ მასზე ფიზიკურად იძალადეს მათ შორის დაკავების მომენტში და ჰქონდა გადაცდომას ადგილი სამართალდამცველების მხრიდან. როგორც ადვოკატი ჩვენთან საუბრისას განმარტავს, სხვა სინდისის პატიმრების საქმეების მსგავსად ანტონ ჩეჩინის შემთხვევაშიც მისი ბიოლოგიური მასალა მისი ნების საწინააღმდეგო დაიღეს უკვე საპატიმრო დაწესებულებაში და ხელოვნურად მექანიკურად გადაიტანეს ნარკოტიკული საშუალების გადასაფუთ პაკეტზე. ამგვარად მოხვდა ანტონ ჩეჩინის ბიოლოგიური მასალა ნარკოტიკული საშუალების გადასაფუთ პაკეტზე და ის ფიქრობს, ადვოკატი ფიქრობს, რომ ეს უკანონობა დაეხმარა პროკურატურას ამ ხრივ მტკიცებულება შექმნა. საინტერესო იყო თარჯიმნის ეპიზოდიც. პროკურატურა ნეიტრალურ მტკიცებულებად და ნეიტრალურ მოწმეც სწორედ თარჯიმანს იშველიებს, თუმცა როგორც ანტონ ჩეჩინი წერილში განმარტავს და ასევე ადვოკატი ამბობს, როდესაც თარჯიმანი მივიდა, ყველანაირი საგამოძიებო მოქმედება უკვე დასრულებული იყო. შესაბამისად, პროკურატურას ეს გასამართლებელი ალიბიც არ აქვს, რომ ნეიტრალური მოწმე ჰყავდა ანტონ ჩეჩინის საქმის შემთხვევაში. ეს საქმეც არ არის გამონაკლისი, არც ვიდეო მტკიცებულება და არც ნეიტრალური მოწმე არ არსებობს ანტონ ჩეჩინის საქმეშიც. უკანა სავარძელზე 2 პოლიციელი იჯდა ჩემთან ერთად. ჩემგან მარცხნივ პირველმა დამარტყა ხელით კეფაზე, ხოლო მარჯვნივ დამარტყა ლოყაზე მეტროს პლასტიკური ბარათით, რომელიც დაკავებისას წამართვეს. ხოვი არ ვეცემე, მადანაშაულებდნენ ნარკოტიკების შეძენა შენახვაში. მემუქრებოდნენ უვადე პატიმრობით ციხეში და ხუმრობდნენ, რომ მთელ ცხოვრებას საქართველოში გავატარებდი, რადგან ეს ქვეყანა მომწონს. მეკითხებოდნენ, რატომ წამბლავ ქართველებს. უპასუხე, რომ ნარკოტიკებთან შეხება არ მქონია. აკრძალული მქონდა თავის მიტრიალება და აქეთ-იქეთ გახედვა. მიბრძანეს, რომ ხელები მთელი დრო მუხლებზე გამეჩერებინა. ამით ჩემზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინეს. ღირსება შემილახეს არაადამიანური მოპყრობით და დამისვეს კითხვა. ბოლოჯერ გეკითხებით, გააქვს ნარკოტიკი ან რამე უკანონო? დარწმუნებულმა რომ არაფერი მქონდა, ვთქვი, არა. შემდეგ ქურთუკის მარცხენა ჯიბიდან ამოიღეს ზიპაკეტი თეთრი ფერის ფხვნილით, რომელსაც პირველად ხედავდი. ვთქვი, რომ ეს მე არ მეკუთვნოდა. დასამალი არაფერი მქონდა და ვიმედოვნებდი, რომ გამიშვებდნენ. ნარკოტიკებზე საერთოდ არ ულაპარაკიათ. იქ მე სხვა რამეში მდებდნენ ბრალს, რომ დავდივარ საპროტესტო აქციებზე და მყავს თანამზრახველები, რომლებთან ერთადაც სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა და ძალადობრივი ქმედებების განხორციელება მსურს საქართველოს მთავრობის მიმართებით. შემდეგ დღეს 2024 წლის 4 დეკემბერს მოვიდნენ მთავარი გამომძიებელი, სახაზინო ადვოკატი, ექსპერტი და თარჯიმანი. თქვეს, რომ მე თანხმობა უნდა განმეცხადებინა ნერწყვის ნიმუშის აღებაზე დნმ-ის ტესტისთვის და უარისკმას აზრი არ ქონდა, რადგან მაინც გააკეთებდნენ ამას სასამართლოს გადაწყვეტილებით. დავთანხმდი.
მოხდა ჭხრეკა, ამოიღეს თითოეული ნივთი, შემდგომ სთხოვეს რომ გაეხადა ქურთუკი ქურთუკის გახდის შემდგომ და შეამოწმეს ეს ქურთუკი და ასევე როდესაც უკვე დაუბრუნეს ეს ქურთუკი და ჩაიცვა, შემდგომ უკვე მოხდა ამ ქურთუკის წინა მარცხენა ჯებიდან ამ ნივთიერების ამოღება. მცირე ოთახში შეიყვანეს, ორი პიროვნება იყო, ორივე ეკეთა სამედიცინო პირბადე, ასევე ხელდაწყმანები და ამ ხელდაწყმანების გამოყენებით თითქოს და მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რომ მას არ მიეყენებინა თვითდაზიანება, გახადეს, გააშიშვლეს თითქმის სრულად და ასევე შეუმოწმეს პირის ღრუ ამ ხელდაწყმანების გამოყენებით. ეს ხელდაწყმანები სად წავიდა გადაყარეს ამ ადამიანებმა თუ საწაიღეს ანტონისთვის უცნობია, თუმცა რა თქმა უნდა ეს ჩვენ ეჭვს გვიჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს რეალურად არ არის რაღაც პროცედურული ნაწილი, რომ დაკავებული თითქმის სრულად გააშიშვლო და შეამოწმა მისი ესე რომ ვთქვათ პირის ღრუ და ასე შემდეგ. ეს რეალურად ჩვენ გვიჩენს იმის ეჭვს, რომ რეალურად ამ გზით მოხდა ბიოლოგიური მასალის უკანონო დაღება და შემდგომ მოთავსება იმ პაკეტზე, რომელიც არ დალუქულა უშუალოდ სპეცპაკეტში მოთავსების დროს. ნუ საუბარი არის ნარკოტიკულ ნივთიერებაზე. არც ამ შემთხვევაში ხვდებით რაიმე სახის ნეიტრალურ მტკიცებულებას, პირველ რიგში რა თქმა უნდა საუბარი არის ვიდეო ჩანაწერზე და ასევე ნეიტრალური პირის დასრებას. გამომდინარე აქედან ის გარემოება, რომ გიორგი ახობაძის სისხლის სამართლის საქმეზე გამოვიდა გამამართლებელი განაჩენი, გარკვეულწილად გვმატებს როგორც მე და ადვოკატს, ასევე ანტონს და ასევე მისი ოჯახის წევრებს, გარკვეულწილად გვმატებს რწმენას, რომ შესაძლებელი არის, რომ ამ საქმეში დადგეს გამამართლებელი განაჩენი, გამომდინარე იქიდან, რომ ეს საქმეც პოლიტიკურია, მხოლოდ სამართლებრივი კონტურები არ იკვეთება, იკვეთება პოლიტიკური კონტურები, გამომდინარე აქედან, მხოლოდ სამართლებრივ ნაწილში რომ იყოს მსჯელობა, დარწმუნებული ვარ, რომ გამამართლებელი განაჩენი იქნებოდა, თუმცა, პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე რთული არის რაღაცა წინასწარ საუბარი. ანტონ ჩეჩინის გარდა განაჩენის მოლოდინში არის კიდევ 4 ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული დემონსტრანტი, მათ შორის არიან ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული. ანასტასია ზინოვკინას უფლებადამცველმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც მას გაუსადლისი ტკივილები აქვს, არ შეუძლია ჯდომა და ამ ტკივილების გამო ვერ იღებს მათ შორის საკვებსაც, მას ესაჭიროება სპეციალური ფიზიოთერაპია, რისი საშუალებაც პენიტენციურ დაწესებულებას არ აქვს. ისინი მიმართავენ სახალხო დამცველს იმისათვის, რომ დაინტერესდეს ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის მდგომარეობით და მიიღოს შესაბამისი ზომები. თუ კი ეს არ იქნება გათვალისწინებული, ანასტასია ზინოვკინა ანონსებს შიმშილობის დაწყებასაც. მისი თქმით, ეს პროტესტის უკიდურესი ფორმა იქნება მის ხელთ არსებული ერთადერთი შესაძლებლობა, რომ უშველოს საკუთარ თავს და დაეხმაროს მას პენიტენციური დაწესებულება ან სახალხო დამცველის ინსტიტუტი. მოლოდინი პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების შესახებ გამამართლებელ განაჩენზე არ აქვთ უფლება დამცველებს, როგორც მოისმინეთ, ისინი ამბობენ, რომ ამ საქმეებში არ არის მხოლოდ სამართლებრივი კონტურები და იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკური სარჩული აქვს ამ საქმეებს, არ ელოდებიან გამამართლებელ განაჩენს.